მოგესალმებით, მე მარიამ ჩხიკვაძე ვარ, ეს კი ჩუხატაურის სათემო რადიო მისი ხმა. შეგახსენებთ, რომ პროექტი მისი ხმა ხორციელდება DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ოსურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ლიდერი მარიამ გარაყალიძე და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კოორდინატორი გურიის რეგიონში ინგა დუმბაძე. ინგა და მარიამი არიან დედაშვილი და ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა შშმ პირების გამოწვევები და საჭიროებები საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა ინგა მარიამ, რომ დაგვითმეთ დრო და გვეწვიოთ სტუდიაში. მადლობა პირიქით მოწვევისთვის. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. მოდით დავიწყოთ პირველ რიგში იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები აქვს შშმ პირებს საქართველოში, ხო, რომელი სფეროებია განსაკუთრებით პრობლემური და განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილოთ ქალების მდგომარეობაზე ამ მხრივ. მადლობა ამ კითხვისთვის, რა თქმა უნდა, მე როგორც შეზღუდული შესაძლებლობისმცემელი ხალი, ჩემთვის რა თქმა უნდა შშმ ქალთა გამოწვევებსა და საჭიროებებზე საუბარი, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია, თუმცა არ უნდა გამოგვჩეს ის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ზოგადად შშმ პირთა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. ზოგადად ბევრი გამოწვევა არის ჩვენს ირგვლივ, ეს იქნება ცნობიერების დაბალი დონე, ინფრასტრუქტურა თუ სხვა საკითხები. მაგრამ მე მაინც მინდა გამოვყვა ცნობიერების დაბალი დონე, აქედან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი შემდეგ დაჭრილ რეაქციაში მოდის და აქედან გამომდინარეობს სხვა რიგი პრობლემები, რაც ჩვენს თავს არის. მიუხედავად იმისა, რომ მისავე როგორც გურიის რეგიონში, ისე სრულიად საქართველოში არის ბევრი პროექტი, კამპანია, რომელიც მიმართულია სწორედ ცნობიერების ამაღლებაზე, სამწუხაროდ ეს კვლავ რჩება დიდ გამოწვევად. კვლავ არის სტიგმები, სტერეოტიპები და ამ კუთხით ნამდვილად ჯერ კიდევ ბევრი არის სამუშაო. ასევე გამოყოფ ხელმისაწვდომობას და ინფრასტრუქტურის გაუმართლებას ქვეყანაში, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აქვს კონვენცია დამტკიცებული, რომელიც უზრუნველყოფს და კარგად განმარტავს რა საკითხები უნდა იყოს მოგვარებული ქვეყანაში და რას უნდა მიექცეს ყურადღება, თუმცა ამ კანონმდებლობის და ამ კონვენციის აღსრულების მექანიზმების არარსებობა იწვევს ამ ყველა პრობლემას. მე ყოველთვის ამბობ იმას, რომ საქართველოში მართალია კანონმდებლობა თუნდაც შშმ პირთა კუთხით არის მოწესრიგებული, თუმცა ამ კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმების არარსებობის გამო არ ხდება ამ რეკომენდაციების შესრულება. რა თქმა უნდა, როგორც შშმ ხალი, უნდა გამოვყო რეპროდუქციული ჯანმრთელობის გამოწვევა, ამასთან ერთად ყველა ანგარიშში თუ სტატიაში თუ რაც კი ზოგადად მოიპოვება საქართველოში, ყველა გამოკითხვა კვლევა ადასტურებს იმას, რომ საქართველოში შშმ ქალები იცხოვრებენ ძალიან ბევრი ნიშნით. ძალიან ბევრი და მაღალი არის რაოდენობის მაჩვენებელი შშმ ქალების წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა ძალიან გულდასაწყოთი ფაქტია. რეპროდუქციული ჯანმრთელობა აღნიშნე და უნდა აღნიშნო კლინიკები და ის დაწესებულებები, სადაც წესით უნდა მივიღოთ ჩვენ სრულყოფილი და ხარისხიანი მომსახურება. თუმცა ისევ ცნობიერების დაბალი დონის პრობლემა გვხვდება, ექიმები და ჯანდაცვის სერვისის პროვაიდერები არ არიან კარგად გაცნობიერებული თუ როგორ უნდა შედგეს ელემენტარულად კომუნიკაცია პაციენტსა და ექიმს შორის არის და ასევე დიდი პრობლემა არის ის, რომ ინფრასტრუქტურა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი მომსახურება ასეთ დაწესებულებებში. მადლობა მარიამ. მოდით ცოტა უფრო ვრცლად წარმოვაჩინოთ დამკვიდრებული გენდერული როლების და მოლოდინების გავლენა შშმ ქალებთან მიმართებით
რა თქმა უნდა, ესეც დიდი გამოწვევა საქართველოში შიშველ ქალთა კუთხით. საქართველოში გავრცელებული სტერეოტიპების გამო, დაცნობიერების დაბალი დონის გამო სწორედ ხდება ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები არ არიან აღქმულები როგორც ნამდვილი ქალები. აა არის ესეთი მოლოდინები საზოგადოებაში გავრცელებული, რომ ჩვენ შეზღუდული მქონე ქალები არ უნდა იყვნენ დედები, მშობლები, ცოლები, ეს გენდერული როლები საერთოდ არც კი განიხილება ამ კუთხით ჩვენზე საუბარი. ეს რა თქმა უნდა ძალიან დამწუნველია და ძალიან მოქმედებს ფსიქოლოგიურად. ყველა ქალზე დარწმუნებული ვარ, ამას მეტნაკლებად აღიარებენ. და ესეც ცალკე ძალიან დიდი პრობლემა არის. თუმცა ფაქტი ესე არის, რომ ესეთი გენდერული როლები, როგორც არის დედა, ცოლი და ასე შემდეგ, ასეთი რამ ჩვენს კუთხით არც კი განიხილება და არავინ ამბობს იმას, რომ არც არავინ გეკითხება რა ხდება პირისპირობაში, იმიტომ რომ არც წარმოუდგენია თუ შეიძლება რომ აი მაგალითად შეშინო გოგონას ყავდეს შეყვარებული ან საქმრო ან მსგავსი რაღაც არც კი განიხილება და რა თქმა უნდა ეს არის ცნობიერების დაბალი დონის ბრალი. ამის ხوار დამატებდი. კი, დავუმატებდი იმას, რომ ესე იგი საზოგადოებაში და გარშემოყოფთა წრეში კი არა, ოჯახებშიც თვითონ მშობლებიც ვერ უშვებენ მაგას, რომ აი რაც მარიამმა თქვა, რომ თუ შეიძლება მაგალითად გამიმეორებ შეზღუდული შეძლების მქონე გოგონა დაქორწინდეს, ჰქონდეს მისი პირადი ცხოვრება და ასე შემდეგ. გადაწყვეტილების მიღების დროსაც ასეა, რომ ყოველთვის სამწუხაროდ ჩვეულებრივ მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღონ თავიანთ შვილებზე. პრინციპში საქართველოში შეზღუდული შეძლების მქონე კი არა და არ მქონე ახალგაზრდების შემთხვევაშიც ასეა, მშობლები მიიღებთ გადაწყვეტილებას თუ სამწუხაროდ თუ რა პროფესიის უნდა გაახდეს და ასე შემდეგ. მოკლედ ზედმეტად ვერევით ხოლმე მათ ცხოვრებაში და ეს ქმნის გარკვეულ ასე ვთქვათ ბარიერებს შემდეგ ახალგაზრდის ცხოვრებაში. მარიამა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ისაუბრა სხვა სფეროებზეც, მაგრამ მე დავუმატებდი ასევე განათლების კუთხითაც, რომ აი ვერ წარმოუდგენია მშობელს, სანათესაოს, სამეზობლოს, რომ რადგან შეზღუდული შეძლების მქონეა ბავშვი, მან როგორ უნდა ისწავლოს, რატომ უნდა იაროს სკოლაში, მით უმეტეს უმაღლესი რაში სჭირდება და ასე შემდეგ. ჩვენ გვქონდა ესეთი მე მაგალითად ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან ბევრ სკოლასთან აქვს ურთიერთობა და როცა მივდივარ და ვნახულობ რომ სკოლაში არ არის პანდუსი ან არის მაგრამ გამოუსადეგარია და რომ ვკითხულობ რომ რატომ არის ასე ჩვენ არ გვყავს შეზღუდული შეძლებით მქონე მოსწავლე ამბობენ ანუ დაშვებაც კი არ არის იმის რომ რატომ უნდა იყოს ეს რატომ უნდა იყოს ხელმისაწვდომი არც კი უფიქრიათ არასოდეს ამაზე მით უმეტეს ახლა აი მაგალითად მარიამის შემთხვევაში სტუდენტი რომ დადგა ეს პერიოდი რომ გამხდარიყო სტუდენტი და შეგვერჩია უმაღლესი სასწავლებელი ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა არჩევანის გაკეთება იმიტომ რომ ბევრი უმაღლესი სასწავლებელი ისეთებიც კი რომელიც აი მოწინავე უნივერსიტეტებად ითვლება არ არიან მზად შეზღუდული შეძლებით მქონე პირების მისაღებად და ინფრასტრუქტურა საერთოდ გაუმართავია მარიამს ამ შემთხვევაში გაუმართლა, იმიტომ რომ ძალიან კარგი მზაობა, ესეთი მზაობით შეხვდა მისი უნივერსიტეტი, შავი საერთაშორისო უნივერსიტეტი და მოარგეს კიდევაც მის საჭიროებებს მე ინფრასტრუქტურა. რა ვიცი, იმდენი პრობლემაა, იმდენი რაღაცა მიტრიალებს თავში, რომელი ერთზე მილაპარაკო არ იცი. ირგვლივ არ ხარ როგორ იცი რა რაღაცას რომ აკეთებ მაგალითად იმას რასაც ჩვეულებრივი მშობელი უნდა აკეთებდეს ხო რაღაცა პრობლემა აქვს შულს და უნდა მიეხვალო გადაჭრაში ამას გითვლიან გმირობად ესე სტიგმატიზირება ეხლა რატო რას ქვია გმირი ვარ ჩვეულებრივი მშობელი რომელიც
თავისი მშობლური ინსტინქტიდან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ სხვაზე რო არაფერზე ვილაპარაკოთ, უნდა აკეთებდეს, ხო? იდგეს შვილის გვერდით და უნდა უყალავდეს გზას და მირიხარო, ესე იციან თქმა, ანუ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ეს რასანაა, რა ძალებთანაა დაკავშირებული. ხო, რა ვიცი, ძალიან ბევრი პრობლემაა. დიდი მადლობა და ალბათ პრობლემები უფრო მეტად წოვდება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი არის არა მხოლოდ შშმ, არამედ არის რომელიმე სხვა მოწყვლადი ჯგუფის კიდევ წარმომადგენელი, მაგალითად სოციალურად დაუცველი არის, ან შეიძლება იყოს რომელიმე სხვა უმცირესობის წარმომადგენელი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაშიც რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, ისინი კიდევ დამატებით რა ბარიერებს ხვდებიან. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არ არის სერვისები გამართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ზრდასრულ ადამიანებს. თუნდაც გურიის მაგალითს რო ავიღოთ, გურიაში ეს მუნიციპალიტეტი რო არ განვიხილოთ და ესე ერთად რომ მოვაქციოთ, ესე იგი სერვისებს რომ გადავხედავთ, ასე თუ ისე სერვისები არის გამართული 18 წლამდე შშმ ბავშვებისთვის, თუმცა სერვისები არ არის განსაკუთრებული შშმ ადამიანებისთვის 18 წლიდან. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. და ახლა გეტყვით, რატომ დავაკავშირე ეს მოწყვლად ჯგუფებთან. მაშინ, როდესაც ზრდასრული შშმ პირი ასწრება სხვადასხვა გამოწვევებს, სხვადასხვა ბარიერს, როცა იწყებს მაგალითად და გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე, ხდება სრულწლოვანი და უკვე დგება თუნდაც საჭიროება იმისა, რომ ჩააბაროს უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, დამატებითი ფინანსები არის საჭირო. მაშინ, როდესაც სახელმწიფო არ გთავაზობს არანაირ სერვისს, რომ ეს თანხები აგინაცვლოს, გჭირდება დამატებითი თანხების მოძიება მშობლების ხარჯზე და ოჯახის ხარჯზე, ხო, რა თქმა უნდა. და მაშინ, როდესაც მოწყვლადი ჯგუფი არის თუნდაც სოციალურად დაუცველი არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის შრომები, მან საიდან უნდა იპოვოს ხო ეს თანხები? აქ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. არ ვიტყვი და ვერ ვიტყვი იმას, რომ არასოციალურად დაუცველი ოჯახისთვის არის ამ ხარჯების გაწევა მარტივი, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრად უფრო რთულია, როცა ესეთ სიტუაციაში ხარ და გიწევს, რომ ნახე ეს თანხების მობილიზება გააკეთო. რა თქმა უნდა, ეთნიკური უმცირესობებსაც რო შევეხოთ, აქ ეთნიკური უმცირესობებს, რა თქმა უნდა, თავიანთი გამოწვევები და ბევრი ბარიერები აქვთ, თუმცა ამას დამატებული ის ფაქტი, რომ შშმ ხარ, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო რთულ სიტუაციაში გაყენებს და გიწევს ბევრად უფრო თუნდაც ფსიქოლოგიური ზეწოლის გადატანა, რაც ძალიან სამწუხაროა. დიდი მადლობა მარიამ, თქვენ ძალიან აქტიური ახალგაზრდა ხართ და მაინტერესებს თქვენ პირადად როგორ ხართ ჩართული შშმ პირების საჭიროებებისა და ინტერესების ადვოკატირების პროცესში. მე როგორც წეგან ნახსენეთ, ვარ უზბეკეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ლიდერი, ამასთანავე ვარ შშმ ქალთა ეროვნული სერიის ახალგაზრდული ფრთის წევრი, ასევე ვცდილობ ვიყო აქტივისტი, რომელიც იბრძვის თავისი უფლებებისთვის. დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში, როგორც გითხარით, ვარ ერთ-ერთი ლიდერი. ჩემი ძირითადი საქმიანობა სწორედ არის შშმ პირთა უფლებების დაცვა, უფლებებისთვის ადვოკატირება და ყველანაირად ხელშეწყობა მათი დამოუკიდებელი ცხოვრების. ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრება სწორედ ემსახურება იმას, რომ ვიყო ადამიანი, რომელიც შეძლებს დაგვარად დაეხმარება სხვა შშმ პირებს, რომ იყვნენ ისინი მეტად ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყვნენ მეტად დამოუკიდებლები, იყვნენ მეტად განათლებულები და ვიცხოვროთ თანაბრად, ისე როგორც ცხოვრობს ყველა ადამიანი. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ამის მიღწევა და შეიძლება შეუძლებლად მიაჩნდეს ვინმეს, რომ რომ შეიძლება იცხოვროს დაუშვათ შშმ პირმა დამოუკიდებლად. მაგრამ შესაძლებელია ჩემს პირად მაგალითად რომ განვიხილოთ, ეს შესაძლებელია და თუ მარიამ გარაკანიძემ ეს მოახერხა, სხვაც
აუცილებლად შეძლებს და ზუსტად ამას ვამბობ, ზუსტად ამ გამოცდილებას ვაზიარებ ყველგან ყოველთვის და ვფიქრობ, რომ რაღაც შედეგები უკვე არის და იმედს ვიტოვებ და ზუსტად ვიცი, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდება ასე. მარიამ, მე პირადად ძალიან მაინტერესებს უფრო მეტი ინფორმაცია გავიგო დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის შესახებ. ეს ცენტრი არის მხოლოდ ოზურგეთში, თუ სხვა მუნიციპალიტეტებშიც არის და კიდევ სხვა რა სერვისებს თავაზობს, ან რა ასაკის ადამიანებისთვის არის გამიზნული და ასე შემდეგ. დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები არის საქართველოს მასშტაბით 6 მუნიციპალიტეტში, ოზურგეთი, ბათუმი, თელავი, ლაგოდეხი, ზუგდიდი და ქუთაისი. დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები ზუსტად მუშაობენ შიშმაყრითა უფლებების დაცვაზე და ამაში ეგულისხმება ყველაფერი რაც დაკავშირებული არის შიშმაყრითა უფლებებთან და შიშმაყრებთან. ჩვენ მსახურებით როგორც 18 ქვემოთ ბავშვებს, ასევე ვიმსახურებით სასრულ შიშმაყრებს. ჩვენ ავატარებთ კვლევებს, საცხოვრებელ კვლევებს, ვიკვლევთ ადამიანების საცხოვრებლებს, ასევე გვაქვს კარგ ასლები, რომ აღმოვაჩინოთ შიშმაყრები. მოგეხსენება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აქვს ოფიციალური სტატუსი და რომელიც იღებს სოციალურ პაკეტის მასისგან, ხოლო ისინი არის ასახული ოფიციალურ სტატისტიკაში, თუმცა ძალიან ბევრი არის დარჩენილი ამის მიღმა. სწორედ იმიტომ, რომ არ იცის როგორ უნდა მიიღოს სტატუსი, როგორ ჩაერთოს სხვადასხვა პროგრამაში და ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენ. ჩვენ ვიზრდებთ ადამიანებს და ვცდილობთ, რომ ყველანაირად შევუწყოთ ხელი მათ დამოუკიდებელი ცხოვრების განვითარებას. მადლობა მარიამ. თქვენ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ უკვე ოჯახის როლი და ინგასთან მექნება შეკითხვა ამ შემთხვევაში. მარიამი არის ძალიან დამოუკიდებელი და ძლიერი ადამიანი და მაინტერესებს თქვენ როგორ ახალისებდით იმას, რომ გაზრდილიყო ესეთი დამოუკიდებელი და თანაც დახმარებოდით იმ გამოწვევების გადალახვაში, რასაც ალბათ ეტაპობრივად აწყდებოდა. არაფერი ჩვეულებრივი ამბავი იყო, შეგეძინა შვილი, რომელსაც სჭირდება შენ მხარდაჭერა, უნდა გაზარდო, აღზარდო და დააყენო გზაზე, ასე ვთქვათ, ხო? არაფერი განსაკუთრებულად არ მიმიღია მე მარიამის მდგომარეობა. ჩვეულებრივად მივიღე ეს როგორც მოცემულობა და შემდეგი იმ ტიპის დახმარებას, რა ტიპის დახმარება ჭირდებოდა. ეს რა თქმა უნდა განსხვავდება ჩვეულებრივი ცხოვრებისგან ჩვენი ცხოვრება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიზიტებით იყო დახუნცლული თუნდაც სამედიცინო დაწესებულებებში, თერაპიები 1000 გვარი, მით უმეტეს, როდესაც საქმე გაქვს რაღაცა ისეთ დაუშვათ შემთხვევასთან, რომელიც მანდამაინც თქვათ კარგად არც სამედიცინო წრეში არ არის ცნობილი და თვითონ ქვეყანაში არ არის პროტოკოლი თუ როგორ უნდა იმართოს ეს კონკრეტული ასე ვთქვათ შემთხვევა, ხო? და ასე ვთქვათ შეთქმული შედეგობის და არ ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცის ძიება ჭირდებოდა და პარალელურად ჩვენ უნდა გვემუშავა იმაზე, რომ მარიამს ჩვეულებრივად უნდა ეცხოვრა, ჩვეულებრივად წასულიყო სკოლაში და მართლაც ასე მოხდა ჩვენ. გახდა 6 წლის, შევიდა სკოლაში, შემდეგ სხვა წრეებზე დადიოდა, მათ შორის ცეკვაზეც დადიოდა. რა ვიცი, არ ვიცი, მშობლებს უნდა უთხრათ ერთი რაღაცა და ვურჩიოთ, რომ არ უნდა დაიწყო რაღაცა ეს, რატომ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და რატომ გამომარჩია მე სამყარო და ღმერთმა და რატომ მოხდა ეს რა ხდება, ხო? ჩვენ პირდაპირ უნდა შევუდგეთ საქმეს და უნდა მივყვეთ იმას, იმ საქმიანობას და იმ მხარდაჭერას, რაც ჩვენ შვილებს ჭირდება. ახალისება არაფერი არ სჭირდებოდა მარიამს, რადგანაც მე გადავწყვიტე და არც ჩემი გადასაწყვეტი არ იყო, ხო? დაიბადა ბავშვი, რომელმაც უნდა იცხოვროს და იცოცხლოს ამ ქვეყანაზე, ხო? ეს განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. გესმით რა? რატო რაღაცა ესეც სტიგმა რომ საზოგადოებას გონია, რომ მე ვარ რაღაცა განსაკუთრებული, რომ შევძელი, რომ ერთში მოსაგებია შვილს ესწავლა და დასაქმებულიყო და ასე შემდეგ. არაფერი არ ხდება. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული ისაა, როცა მშობელი ვერ ახერხებს რაღაცა
ორიენტირებას და ვერ ეხმარება და რაღაცა არ აქვს ამის რაღაცა უნარები და არ ვიცი სურვილი თუ რა დავარქვა ამას და ხელი ეშლება ხო ამ ყველაფერში და რა ვიცი აბა ჩვეულებრივ მოცემულებად რომ მივიღეთ ეს ამბავი და არ დაგვიწყია რაღაცა თვითგვემარო რაიმე რატო დაგვემართა ეს ჩვენ ამან განაპირობა ის რომ მარიამი ჩვეულებრივ მოქალაქეა ქვეყნის და აქვე მე მინდა დავამატო არ ვიცი მარიამ შენ გამოგჩა რომ იმისთვის რომ ჩვენ ვიყოთ სრულყოფილი მშობლები იმისთვის რომ სოციალური რაღაცა გაჭირვებაც არ შეგვეხოს და შევძლოთ იმ გამოწვევების დაძლევა, რაც სჭირდება შეზღუდული შეძლების მქონე ადამიანს, აი პერსონალური ასისტენტის პროგრამა უნდა ამუშავდეს. ეს არის ძალით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილი, ასე ვთქვათ, მომსახურება გაუწიოთ შეზღუდული შეძლების მქონე პირებს. თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ პერსონალური ასისტენტის სტანდარტი, რომელიც დაკიდებულია, არ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს იქნება გამომდინარე, რომ სტანდარტში გაწერილი მომსახურების რაოდენობა, საათების რაოდენობა არ არის საკმარისი არც ერთ შეზღუდვის მქონე ადამიანისთვის. ჩემს მაგალითზე რომ ავიღოთ, ასე პერსონალური ასისტენტის სტანდარტი მოიაზრებს თვეში 120 საათის მომსახურების მიღებას მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ეს გამოდის დღეში 4 საათი და 4 საათი პერსონალური ასისტენტი მე დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას ვერ გვიწევს. და ეს ნამდვილად შესაძლებელია და ამაზე ჩვენც უკვე მუშაობთ და იმედია შედეგები დაიდება ამ კუთხით. წარმოიდგინე მარიამ როგორი სიტუაცია რომ მე უნდა ვარ ჩვენ დედ-მამამ იმისთვის რომ მარიამის საჭიროებები ელემენტარულ საჭიროებებზეა საუბარი აქ არა ფუნებაზე საუბარი აქ არის საუბარი იმაზე რომ იყოს სრულყოფილად გამოყვებილი კონდეს მუდმივად ფიზიკური თერაპია რაც სჭირდება და ასე შემდეგ ხო ამისთვის საჭიროა ჩვენ ვიშრობთ ხო რომ ეს რაღაცა თანხები გამომუშავოთ თუ ჩვენ მხოლოდ მარიამის გვერდით ვიქნებით და მოუვლით მას, ხო? ჩვენ ვერ ვიმუშავებთ და გავხდებით დავუშვათ კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი მთელი ოჯახი, ხო? ამიტომ ეს პერსონალური ასისტენტის ჰაერივით ჭირდება ასეთ ოჯახებს, ჰაერივით ჭირდება. თუნდაც იმიტომ, რომ არ არის მარტივი, როდესაც ახლა ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ და არ გვიჭირს ასეთ თემებზე საუბარი და ვიტყოდი, არ არის მარტივი, როდესაც საკუთარ შვილს, დასრულ შვილს შენ უნდა გაუკეთო ისეთი რაღაცები, რომელიც მხოლოდ შვილობაში უნდა ასე ვთქვათ და მცირე ასაკში უნდა უკეთებდე. ეს ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ, ასე ვთქვათ, ზეწოლა არის ჩემთვის. მე უნდა ასე ვთქვათ ჰიგიენური საკითხები მოვუგვარო და ასე შემდეგ და ძალიან რთულია და როდესაც ეს პერსონალური ასისტენტი ჩაგანაცვლებს, ასე ვთქვათ და რამდენიმე საათს გაატარებს შენ შვილთან, შენს მაგივრად და დაგეხმარება, ეს მე მითავისუფლებს იმ დროს, რომ წავიდე ვიმუშაო და იგივე ჩემი შვილის რაღაცა საჭიროებები ელემენტარული ამით ამ გზით ასე ვთქვათ ეს უფრო ბავშობის პერსპექტივა, თუმცა ჩემი პერსპექტივა სხვანაირია. ჩემი პერსპექტივა არის, რომ მე მინდა ვიცხოვრო მარტო, მაგრამ არ მოხდა ის ერთად. ხო, ეს კიდევ დამატებითი ამბავია, რომ შენ გინდა ვიცხოვრო მარტო და არ გინდა მშობლების ისერზე ჭყალებში თქვათ იყო, ხო? ესეც ძალიან შეთვის არის, ეს ძალიან ფსიქოლოგიურად შეთვის არის ეს რთული ამბავი და არ გეძლევა მის საშუალება, რომ გამოეყო, ასე ვთქვათ, ოჯახს, ხო. არის ძალიან რთული თემა რა, ეს არა მარტივი ესეთ გასააზრებელი საკითხი. დიდი მადლობა ასეთ საინტერესო ინფორმაციისთვის, ესე გულწრფელად მოწოდებისთვის. მე მაინტერესებს დამოუკიდებლად ცხოვრებაზე რაღაც ჩამოვარდა საუბარი და თქვენ ცოტა სხვა ჭრაში საუბრობდით, მაგრამ მაინც დასაქმების მხრივაც რა მდგომარეობა საქართველოში და თუ შეინიშნება რაიმე დადებითი დინამიკა შშმ პირების დასაქმების მაჩვენებლის კუთხით.
ძალიან მინდა რომ თქვა რომ შეინიშნება რაიმე დადებითი დინამიკა, თუმცა ვერ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა არის სწორედ დასაქმება. დასაქმების მაჩვენებელი და სტატისტიკას რომ გადავხედოთ საქართველოში, სამწუხაროდ ოფიციალურ სტატისტიკაც არ არსებობს, რამდენი შეშმპირია დასაქმებული, თუმცა ესე რომ გავიაზროთ და გადავხედოთ, აა მხოლოდ არასამთავრობო სექტორში თუ შევამჩნევთ დასაქმებულს შეშმოპირებს. დასაქმების პრობლემა გამომდინარეობს იქედან, რომ პირველ რიგში ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მივიღოთ კარგი განათლება, პროფესიული განათლება. მაშინ, როდესაც პროფესიულ განათლებას ვერ იღებ, შესაბამისად რჩები დამადასტურებელი დოკუმენტით გარეშე, რომ პროფესიული განათლება გაქვს და ვერ იწყებ მუშაობას, ხო? ესეც რომ არ იყოს და რომ ავიღოთ ჩემი მაგალითი, რომელსაც აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დამთავრებული, ინგლისურენოვანი ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები, მაქვს დიპლომი და რა. რაში დამეხმარა მე ეს დიპლომი და რაში დამეხმარა ის, რომ ესეთი განათლებული ვარ და შემიძლია ვიმუშაო ამ კუთხით. მე საქართველოში ვერ ვნახე ესეთი სამსახური, სადაც გამოვიყენებდი ჩემს პროფესიულ განათლებას და ვიცნობოდი თანაბარ პირობებში სხვა დასაქმებულებთან, ხო? რამდენჯერაც ცადე რომ გამაგზავნა CV, და გამაგზავნე კიდეც ინტერვიუც კარგად ჩაიარა, უკვე საკითხი იმაზე, რომ აი კი მე შემოსულ დასაქმება ჩემი პროფესიით, აღმოჩნდა, რომ ეს შენობა, რომელშიც მე უნდა მემუშავა, არ იყო ადაპტირებული. ანუ ყოველ ჯერზე, როცა მე შევეცადე, რომ სამსახური მեպოვნა ჩემი პროფესიით, ესეთი ბარიერი იყო, რომ მე ვერ შევახტიე იმ სამსახურში. ფიზიკურად ვერ შევახტიე. ცალკე ამბავი არის ის, რომ არის კონკრეტული კომპანიები, ორგანიზაციები, რომლებსაც ესეთი ძალიან დისკრიმინაციული პოლიტიკა აქვს და ჟურნალისტის გაგონებაზე მაშინვე ხატზე ხას უსვამენ ამ ადამიანის სახელს და გვარს და განიხილება, რომ ის შეიძლება დასაქმდეს და ეს ცალკე პრობლემა, მაგრამ მეორე დიდი პრობლემა არის ის, რომ შეღწევადობა ძალიან რთულია. შესაბამისად, დასაქმების მაჩვენებელი არის საშინელ მაჩვენებელი. არის მაგალითად ასეთ შემთხვევაში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიას უნდა რომ შშმპირი ყავდეს დასაქმებული. იმიტომ რომ აი რაღაცა გამოჩნდეს როგორც ისეთი ლოიალური კომპანია, რომ გამოჩნდეს კარგი სახელისთვის. მაგრამ და გადაწყვეტს დაიწყებს ესე ვაკანსიას, გამოაცხადებს, ეძებს და ბოლოს რომ მოგაგნებს და რაღაცა შეთავდებით რაღაცაზე, აი ისევე ეს ინფრასტრუქტურული ბარიერი, რომ კონკრეტულ სივრცეში ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაღწევს მაგალითად გადაადგილების არ მქონე პირი, ან მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანი, ხო, ეს წარმოუდგენელი ამბავია და აი ხა რაიონის მაგალითზეც, ხო, დასაქმდა მარიამი და დასაქმდა ხონდა წამოვიდეს ეს და წავიდეს სამსახურში, ხო, ესე ძალიან დიდი პრობლემაა. ანუ მთელი ოჯახი ვართ ჩართული ამაში, წამოვიყვანოთ ისეთ დროზე უნდა მოვიყვანოთ და ჩვენ არ უნდა გქონდეს სამსახურები. მივიყვანოთ თავის დროზე, ასევე მოვიკითხოთ და ასე შემდეგ. ესე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ რთულია მთელი ოჯახი გავართ მარიამს ორაფერთ გვერდში, რომ იმუშაოს. ესე რომ ადგეს შშმპირი და დასაქმდეს და იაროს სამსახურში, ამის პირობები ამის ფუფუნება არ არსებობს. რამდენად რთულია საქართველოში ახალგაზრდებისთვის სამსახურის პოვნა და თვითრეალიზება და ეხლა თქვენ რა კარგად წარმოაჩინეთ განსაკუთრებით ორმაგად რთულია და სამაგად შშმ პირებისთვის და შშმ ახალგაზრდებისთვის რეალიზება
რა ხდება სამოქალაქო ჩართულობის კუთხით უფრო მეტად რო ვთქვათ, კი ცოტათი უკვე ისაუბრეთ ამაზე, მაგრამ რამდენად ჩართულები არიან თუნდაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მე პირადად მგონია, რომ რაღაც ბოლო წლებში თითქოს რაღაც უფრო მეტი საუბარიც არის ამ საკითხებზე, უფრო მეტად ერთვებიან, იმედი მაქვს. ნუ შეიძლება ესე ჩანდეს, რომ მეტად ვერთვებით მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაინც ბოლომდე ჩვენ არ ვართ ჩართულები. თუნდაც ის სერვისები, რომლებიც ინერგება მუნიციპალიტეტებში და ხორციელდება, ისიც კი არ არის ჩვენთან ერთად განხილული და არ ვიცით რა კრიტერიუმების მიხედვით ადგენენ ამ სერვისებს. და ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ ვიცით, რა გვჭირდება, როგორ გვჭირდება, როგორ უნდა განხორციელდეს სხვადასხვა პროგრამა, ხო? თუმცა ჩვენ ამ პროცესებში არ ვართ ჩართული. და სწორედ ეს ქმნის ძალიან დიდ ბარიერს და გამოწვევას. ბოლო წლების ტენდენციები კი უფრო დადებითია. აი მაგალითად განსამთავრებო სექტორში ბევრი შეშმარული პირი არის აქტივისტი, თუნდაც დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების შექმნამ ეს პროცესები წინ წაწია, მაგრამ აი ეს ფაქტი, რომ განწყობილების მიღების პროცესში ჩვენი ჩართულობა ნაკლებია, ჩანს ყველგან. ყველა სფეროში, ყველგან აბსოლუტურად, იმიტომ რომ როცა რაღაც კანონმდებლობის შესაბამისად რაღაც პროგრამებს, სერვისებს იმუშავებენ ადამიანები, მათ არ აქვთ გამოცდილება, არ იციან, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი მორგებული შეშმარების საშუალებებზე და შესაბამისად არც არის ეს ყველაფერი მორგებული და არის მხოლოდ დაწერილი ისე ზეპირად, ასე ვთქვათ, გააზრებულად და შეგნებულად არა. არა რა მარტივია, ხო? როცა აკეთებ ინფრასტრუქტურას აწყობ ქალაქში, თუნდაც სოფელში, დაუძახო ვინმე მოსახლეობას და გაიარო მასთან ერთად ის მანძილი, რასაც ვის რეაბილიტირებასაც აკეთებ, ხო? და დაინახო რეალურად რამდენად არის მოსახერხებელი ეწლის გადაადგილება კონკრეტულ მონაკვეთზე. როდესაც რაღაცა სერვისი გინდა დააფინანსო, აი იგივე ინდივიდუალურ ასისტენტზე ვსაუბრობდით, ხო? დაუძახო უნდა ამ შეძლების მქონე პირებს, მათ მშობლებს და კითხოთ, რა ტიპისაა ეს მოვლა, რა დროს ჭირდება ამ ადამიანებს და ამის მიხედვით დაინერგოს სერვისი, ხო? ძალიან მარტივია, მთავარია ნება, რომ ეს გაკეთდეს სრულყოფილად და ისე რომ ახლა გამოადგეს კონკრეტულ ასე ვთქვათ ადამიანს მოწოდებული სერვისი. ძალიან მარტივია, სრულიად მე მგონი მთავარი, თორე უდიდესი ინტელექტუალური რესურსი არის შეძლების მქონე პირებში და ამ რესურსის გამოყენება ქვეყნის საკეთილდღეოდ ყოველთვის შესაძლებელია. წინა გადაცემაში ასევე ვისაუბრეთ შშმ პირების საჭიროებების შესახებ და იქაც აღინიშნა, რომ ძალიან ბევრი პოტენციალი არის შშმ პირებში და ძალიან ბევრი ძლიერი მხარე აქვთ და ამის გამოყენება და დანახვა და თუნდაც ის რომ პირველ რიგში არ დაინახო ადამიანში დიაგნოზი და უნდა დაინახო მისი ძლიერი მხარე არის უმნიშვნელოვანესი. მადლობა რომ თქვენც ამას გაუსვით ახლა ხაზი. სკოლებში დამოკიდებულებაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პირველი სოციალიზაცია ხდება შესაძლებელი შეძლების მქონე პირის პედაგოგი როგორ ხდება, სკოლა როგორ ხდება, ამას სასკოლო საზოგადოებაში ყალიბდება ზოგადად ბავშვების ასე ვთქვათ ცნობიერება და იქ ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯებს როგორ ხდება ეს სასკოლო საზოგადოება. ესე ძალიან მნიშვნელოვნად მოქმედებს და იქ ზუსტად რო არ მოხდეს ეს დაუშვათ პირველი სტრესი, ასე ვთქვათ, კიდევ შეძლების მქონე ბავშვზე, ეს საზოგადოება უნდა იყოს პირველი შემოხვედრი მზად ამისთვის და ესე ძალიან საინტერესო თემაა, იქ რა ხდება ინკლუზიური განათლების კუთხით, რამდენად ინკლუზიურია დღევანდელი ქართული განათლება და რამდენად მზადაა რომ კონკრეტულ საჭიროებებს მოერგოს შეძლების მქონე პირების. ადრე მე გიყვები სადღაც 10 წლის წინანდელ ამბობს ნებისმიერი თემა, როცა მუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ძალიან ბევრი შეხვედრა გქონდა ახალგაზრდებთან და
ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საზოგადოების სხვა წევრებთან, მოკლედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რა თემაცა უნდა ყოფილიყო, მიმქონდა ფურცლებზე დაბეჭდილი, ამობეჭდილი სიტყვები როსტორია, არასტორია, ესე ინვალიდი, გადახაზული, შეშმო პირი. ისა რა ქვია, ბრმა, ყრუ და რაღაცა ესეთი დამხმელი და შეურაცხყოფელი ტერმინები გადახაზული და მისი შესატყვისები და ამას ესე ურიგებდი მოხალისეობრივად, ანუ ყოველგვარი პროექტის და ყოველგვარი რაღაცა გეგმის გარეშე. ჩემი გეგმა იყო ის პერიოდში, რომ საზოგადოებას სწორად ესაუბრა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მოგმართავენ სწორად, გეუბნებიან ქუჩაში რომ მიდიხარ და ადრე იყო როგორ იცით, აი მე ახაც ასეა ხშირად რომ მე და მარიამი რომ მივდივარ ქუჩაში, მე მეკითხებიან რაღაცას მარიამზე. რა ქვია, რამდენი წლისაა? გავრცელებული მიდგომა, სტერეოტიპული მიდგომა, რომ არ თვლიან, ესე იგი, ამით რა ჩანს, რომ ისე იგი მათ გონიათ, რომ ვერ გასცემს პასუხს, ხო? კითხავთ მარიამს ვეუბნები ესე, მაგრამ ძალიან ბევრი მშობელი ამას ვერ ახერხებს და თვითონ სცემს პასუხს და რაღაც. ყველას ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხო სხვადასხვანაირია და დაუშვათ რასაც მივაკეთებ და ჩემ აკეთებს, ამას ყველა ასე ვერ აკეთებს და ვერ უმკლავდება და ამიტომ არის საჭირო რომ ხალხი გაწეცნებიდეს ამ საკითხებში და ცოტა დაზოგონოს ადამიანები. 15 წლის წინ რო ეტყვით გამოხვედი მარიამ შენ ქუჩაში, ესეც ცნობიერების ამაღლების კამპანია იყო. თავიდან იყო როგორი არ ვიცი. რაღაცა ტალღა სასწაული, აი დაჟინებული მზერის, ვაიმე რა სჭირს ამ საცოდავთან და ნახ მერთმა გიშველოს და რაღაცა ასეთი შეძახილები და მარიამს ვეუბნებოდი რომ ჩვენ ძალიან ბევრჯერ უნდა გავიდეთ ქუჩაში რომ ხალხი მიეჩვიოს ეტყვით მოსარგებლეებს. ძალიან ბევრჯერ უნდა დაენახოს საზოგადოებას რომ დაინახოს რომ უი რა მაღაზიაში ვერ შემოდის, აფთიაქში ვერ შემოდის, წიგნის მაღაზიაში ვერ შემოდის. მოდი გავაკეთოთ შემოსასვლელი და შემოვა ეს ადამიანი, ხო? თუ არ დაენახე, თუ არ დაანახე საჭიროება, მე მარიამს მაგას ვეუბნები რომ უნდა დავენახოთ და გავახსენოთ თავი. ამას ვაკეთებთ სწორედ. ძალიან დიდი მადლობა ინგა და მარიამ ასეთი საინტერესო საუბრისთვის და პირველ რიგში თქვენი პირადი გამოცდილების გაზიარებისთვის. დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გაგება და გააზრება პირველ რიგში. მადლობა მარიამ პირიქით რომ თქვენი ეთერი ამ თემებზე საუბარს დაუშვით. იმედია პოზიტიური ცვლილებები მოხდება ამ კუთხით საქართველოში მალე. მე დიდი იმედი მაქვს ამის. მადლობა სუხთი ჩვენს მსმენელსაც. შევხვდებით შემდეგ გადაცემაში ახალი თემითა და ახალი სტუმრებით. დროებით.